უძველესი არქიტექტურული ძეგლი დასახლებული პუნქტიდან 2 კილომეტრის მოშორებით ძველი ნასოფლარის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის ქვადუღაბითაა ნაშენი, სიგრძით 4, სიგანით კი 1.5 მეტრია. აქ აღმოჩენილი საწნახელი ქვადუღაბით არის ნაშენი, არის დიდი ზომის და სავარაუდოდ რამოდენიმე ტონა ყურძენი იწურებოდა. საწნახლის შუა ნაწილში დატანებული არის თახჩა და აქ არის თიხის მილი, საიდანაც დაწურული ყურძნის წვენი გადმოედინებოდა. Ზოგადად მნიშვნელოვანია ამ საწნახლის აღმოჩენის ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსგავსი ძეგლები დაკავშირებული მეღვინეობასთან თითებზე არის ჩამოსათვლელი. საწნახელს ერთი თიხის მილი აქვს დატანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მხოლოდ ერთი ჯიშის ყურძენი იწურებოდა. ძეგლი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი, თუმცა ამოვსებულია მიწით. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისი გასუფთავების შემთხვევაში შესაძლოა აქ თიხის ჭურჭელიც აღმოჩნდეს. აქ ის სავარაუდოდ თიხის მილიდან ყურძნის წვენი ჩაედინებოდა. ეს ადგილი ახლა მიწით არის დაფარული. ჩავარდნ ადგილს ხედავთ, სადაც საწნახლიდან გადმოსული ყურძნის წვენი ქუჩდებოდა, გროვდებოდა. შეიძლება რომ ამ საწნახლის მესაკუთრე იყო ეკლესია, გარშემო მრავლად არის ეკლესია, მონასტრები. ვიცით რომ ეკლესია იყო ღვინის, შავი ღვინის მომხმარებელი და შეიძლება რომ აქ დაწურულ ღვინოს ეკლესია, მონასტრები მოიხმარდა. ქვადუღაბით ნაშენი საწნახელები განვითარებულ შუა საუკუნეებში გვხვდება. სავარაუდოდ ვაჩნაძიანში აღმოჩენილი ძეგლიც ამ პერიოდს მიეკუთვნება. მოსახლეობა სპეციალისტების ადგილზე ჩასვლას და მის შესწავლას ითხოვს. პირველად რომ მოველი ვნახე, რომ მილი იყო, თიხის მილი ქონდა გამოშვერილი, აი აქამდე. მე ის მოტეხეს ალბათ თუ ბავშვებმა დააზიანეს თუ ვინ დააზიანა. იყო ძალიან ლამაზად. თავიდან მიხვდით რომ საწნახელი იყო აქ, იმიტომ რომ ვენახები იყო აქ. ღვაზები იყო დარჩენ, ბავშვები რო ვიყავით. ამ ვენახსა კრეფავდი და ჭამდი, წეში იყო მოსული, მაგრამ კრეფავდი ჭამდი. მოვითხოვთ რა, რომ სპეციალისტებმა ნამდვილად ესე იგი მეცნიერულ დონეზე იქნეს შესწავლილი რა იყო აქ, იმიტომ რომ ვიცით აქ რო იყო ქვევრი იყო, ქვევრები იყო, ვენახები იყო აქ. და ეტყობა რომ ნამდვილად ესე იგი ეს საწნახელი ემსახურებოდა რა ვიცი, ეკლესია იყო, მემამულე თავადების იყო, ჯანდიერების თუ ვაჩნაძეების, უნდა იყოს ნამდვილად შესწავლილი. უძველესი საწნახელები კახეთში ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება, ამიტომ ეს ძეგლი თავისი ღირებულებით იშვიათია და ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო ექსპონატია.